დღეიდან სასამართლოს ხდომების სატელევიზიო გადაღების გარეშე იმართება. კანონში ამოქმედებული ცვლილებების შემდეგ ნიკა გვარამიას პროცესს ჟურნალისტები კამერების გარეშე დაესწრნენ. ხვალ განაჩენი გამოცხადდება, დღეს კი მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს. მაკა ლაშხია გვიერთდება პირდაპირ ეთერში ამ თემით. ახლა მაკა გისმენთ. ლიზა, სანამ უშუალოდ პროცესის დეტალებზე გადავიდოდეთ, გეტყვით იმას, რომ ჩვენ ახლა თბილისის საქალაქო სასამართლოს ცენტრალურ შესასვლელთან ვიმყოფებით და ეს არის ბოლო ლოკაცია, საიდანაც ჟურნალისტებს გვეძლევა საშუალება, რომ გადავიღოთ ვიდეო კადრები და ვაწარმოოთ ფოტო თუ აუდიო გადაღების უფლება. ეზოში შესვლაც კი ჟურნალისტებისთვის არის აკრძალული. დღეს ჩატარდა პირველი სასამართლოს ხდომები, სადაც ჩვენ არ მოგვეცა ვიდეო გადაღების საშუალება. სწორედ ამ შუადღოლობი და მოთხოვნით მიმართეს ნიკა გვარამიას ადვოკატებმა დღეს მოსამართლე ჯვებენ აჭყებიას, რომ უზრუნველყო პროცესზე ვიდეო გადაღების საშუალება, რაზეც მოსამართლემ უპასუხა, რომ დღეიდან კანონი შევიდა ძალაში, რითაც მოსამართლეს არ აქვს უფლებამოსილება მიიღოს გადაწყვეტილება პროცესის გადაღებასთან დაკავშირებით. ჯვებენ აჭყებიამ აღნიშნა, რომ ამავე საქმეზე გადაწყვეტილებას უკვე იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს, თუმცა კითხვაზე თუ როგორ აფორმით უნდა მიმართოს მედია საშუალებებმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ამაზე პასუხი მოსამართლეს არ ჰქონდა, რასაც შეეხება დღეს პროცესის მიმდინარეობას ნიკა გვარამიას საქმეზე, სადაც მას ედავებიან საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადებას, უკვე დასკვნით ეტაპზეა და ხვალ უკვე 11-ის ნახევარზე გამოცხადება აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება. დღეს მხარეებმა დღეს საბოლოო სიტყვები თქვეს ხდომათა დარბაზში, როგორც უფლებადამცველები მიუთითებდნენ, ბრალი, რომლითაც ნიკა გვარამიას ედავებიან, არის აბსურდული, პოლიტიზირებული და შესაბამისად ეს ბრალი არის არა სისხლის სამართლის დანაშაული, არამედ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით არის ეს ბრალი გათვალისწინებული. დღეს ამბობდნენ უფლებადამცველები, რომ ხვალ აქვთ მოლოდინი, რომ ნიკა გვარამიას მიმართ იქნება გამამტყუნებელი განაჩენი. გამოტანილი, როგორც ცნობილია, ხვალინდელს ხდომას თავად ბრალდებული ნიკა გვარამია არ დაესწრება. თულ ვითარებაში აღმოჩნდა მთლიანად ქვეყანა, ჩემი აზრით, იმიტომ რომ სასამართლო უბრალოდ დაიხურა საზოგადოებისთვის და ამაზე ძალიან სასაცილო პასუხები მოისმინეთ მოსამართლის მხრიდან. კერძოდ მან თქვა, რომ რადგან ცვლილება არის ახალი, ჯერ არ იციან პრაქტიკაში როგორ უნდა განხორციელდეს ეს ცვლილებები და ამიტომ იქამდე მედიები უბრალოდ მოკლებული იქნებიან შესაძლებლობას, რომ გააშქონ სასამართლოს ხდომები. საქმეზე მოლოდინებს რაც შეეხება, ბუნებრივია ეჭვი არ გვეპარება, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება. ერთადერთი კითხვის ნიშანი არის, რამდენი თვით გაამწესებს ციხეში ჯვებენ აჭყებია მას, იქნება ეს 7 თუ 8. სხვა არანაირი კითხვა არ გვაქვს, იმიტომ რომ ვიცით, რომ რეალურად ეს არ არის სასამართლო. ბრალდების მხარემ დაასრულა მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპი ბრალდებულ ნიკა გვარამიას ბრალდების საქმეზე. დღევანდელ ხდომაზე მხარეებმა თქვით დასკვნითი სიტყვები, რეპლიკებისთვის სასამართლომ გადადოს ხდომა და განაჩენი გამოცხადდება ხვალ 11-ის ნახევარზე. ისევე როგორც სხვა საქმეებზე, ვინაიდან საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებს ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას, ჩვენ გვაქვს გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის მოლოდინი, რაც შეეხება უშუალოდ სასჯელს, ეს განსაზღვრავს თვითონ სასამართლო. კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერს ედავებიან 349 მუხლის დარღვევას, რაც საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ამავე საქმეზე ნიკა გვარამიას 30,000 ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, რაც მან არ გადაიხადა და ამის შემდეგ მოხდა მისი დაკავება. როგორც უკვე გითხარით, ამავე საქმეზე გადაწყვეტილებას ხვალ მოსამართლე ჯვებენ აჭყებია 11-ის ნახევარზე გამოაცხადებს. მადლობა მაკა ლაშხია იყო პირდაპირ ეთერში.